რადიო გადაცემა საუბრები დემოკრატიაზე. ეთერში გადის ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. მოგესალმებით, ეთერშია ჩვენი რადიო გადაცემათა ციკლით საუბრები დემოკრატიაზე. სტუდიაში ნანა ქიპიშაური მუშაობს. დღეს გვექნება ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თემა, რომელზეც ბოლო დროს ბევრ საუბრობენ. განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროექტებში გახდა ის მოთხოვნადი. თქვენი მოლოდინი რომ გავამძაფრო თემას და მოწვეულ სტუმრებს ცოტა მოგვიანებით წარმოგიდგენთ, მანამდე კი შეგახსენეთ თუ რაზე ვისაუბრეთ წინა გადაცემებში, რომელიც მოვამზადეთ ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. შეგახსენებთ პროექტის სახელწოდებასაც, ეს გახლავთ რადიო დისკუსიები დემოკრატიის განვითარებისთვის კახეთის რეგიონში. პირველი გადაცემა იყო თვითმმართველობა და მასში მოქალაქეთა ჩართულობა, შემდეგი დებატების ხელოვნება, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური განათლება, გენდერი და რელიგია. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემების ჩანაწერი ნიმდის Facebook-ის გვერდზეა ატვირთული და ყველას, ვისაც ჩამოთვლილი თემები დააინტერესებს, შესაძლებლობა აქვს აუდიო ჩანაწერს მისთვის ხელსაყრელ დროს მოусმინოს. დღეს ვისაუბრებთ ლიდერობაზე. თუ რა კავშირშია ის დემოკრატიასთან და რატომ გადაწყდა მისი ერთ-ერთ მოდულად დემოკრატიული განათლების ხელშემწყო პროექტში ჩასმა, ამის შესახებ გადაცემის დასაწყისშივე გავიგებთ, რადგან ჩემი პირველი შეკითხვა სწორედ ეს იქნება. სტუდიაში უკვე იმყოფებიან თელავის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც გადაცემაში მეორე ბლოკში ჩაერთვებიან. პირველ ბლოკში კი ყავს განსაკუთრებული VIP სტუმარი ბერიკა შუკაკიძე, რომელიც არა მხოლოდ დემოკრატიის სკოლაში კითხულობს საჯარო ლექციებს ლიდერობაზე და ზოგადად ორგანიზაციულ ქცევაზე. მოგესალმებით, ბატონო ბერიკა, მოხარული ვარ, რომ ჩვენს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. მოდით საუბრის დასაწყისში უფრო ვრცლად მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ, შემდეგ კი ჩემს პირველ შეკითხვას უპასუხეთ, რომელიც უკვე დავაანონსე. რატომ გადაწყდა ლიდერობის ერთ-ერთ მოდულად ჩასმა დემოკრატიული განათლების ხელშემწყობ პროექტში? გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმებით ეს რადიო მსმენელს. მოკლედ კითხვით ჩემ შესახებ, მე ვარ ილიას უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, თბილისის ღია უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი. ჩემი ძირითადი სპეციალობა არის განათლება და სოციოლოგიაც. საჯარო პოლიტიკა ზოგადად, ჩემი სადისერტაციო თემა მიუხედავად განათლებაში, ეს მას ასე ვთქვათ გამოყენება ექნება საჯარო პოლიტიკაში. ეს თემა ჩემთვის შეერთებულ სწავლის დროს ძალიან ერთ-ერთი ისეთი თემა იყო, რომელზეც შევეცადე ბევრი გამეკოდა მესწავლა და დღესდღეობით ეს მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თემა ხდება. თვითონ მეცნიერებაშიც ზოგადად მენეჯერისა და ლიდერების შორის განსხვავება, ეს არსებობს ამაზე დავა და გასული საუკუნის შუა წლებიდან უკვე დაიწყო, ასე ვთქვათ, ლიდერების გამოკვეთა, ეს ორგანიზაციული ლიდერებია საუბარი, პოლიტიკური ლიდერები ყოველთვის არსებობდა და რელიგიური ლიდერები არსებობდა ქვეყანაში. გადაცემის დაწყებამდე გადავავლე თვალი წიგნს ლიდერი და ლიდერობა. ავტორები არიან ია ჟვანია და გიორგი კიკნაძე. საკმაოდ საინტერესო წიგნია და აქ დასაწყისშივეა მოყვანილი მეცნიერთა და მკვლევართა განსხვავებული მოსაზრებები ლიდერობის შესახებ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლიდერობას გრანდიოზული ძალისხმევა სჭირდება. ზოგი თვლის, რომ ლიდერს გარემოებები და აუცილებლობა ქმნის. არის სხვა მოსაზრებაც, რომ ლიდერობა თან დაყოლილი თვისებაა და ამ თვისებების მქონე ადამიანი ყოველთვის ყველა საზოგადოებაში და ყველა სიტუაციაში ლიდერია. ამის გარდა ალბათ კიდევ ბევრი მოსაზრებაა, რომლის შესახებაც იმედი მაქვს თქვენ უფრო მეც გვეტყვით. თქვენი მიერ ჩამოთვლილი ყველა, ასე ვთქვათ, პოსტულატი აქვს, მას აქვს არსებობის უფლება, იმიტომ რომ ეს დასტურდება კიდევაც მეცნიერული კვლევის შედეგად. ლიდერები უფრო პოპულარული და გავრცელებული აზრია, რომ დიდი ლიდერები, თუ ჩვენ საუბრობთ ახლა ლიდერს გააჩნია, მის ზომასაც გააჩნია, მაგრამ ლიდერების უმეტესობა იბადება. მათ აქვს განსაკუთრებული თვისებები და მე გამოვყოფდი ერთ თვისებას და თუ ნათელი მოგავხატოთ თქვენი რადიო მსმენელისათვის და ამ ჯგუფის წევრებისათვის, რომელიც ამ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას, ეს არის ხედვა. ხედვის ჩამოყალიბება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც
რაც ჭირდება ლიდერს, განმასხვავებელი, ყველაზე ეს არის ხედვა. ხედვის ჩამოყალიბება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჭირდება ლიდერს, განმასხვავებელი, ყველაზე განმასხვავებელი ნიშან-თვისება ეს არის ლიდერისა ხედვა. ну ამას ლათინურად as visions ეძახიან, მე ინგლისურად ასე განასულია სიტყვა და ამ ხედვის ჩამოყალიბება, ხედვის ქონა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლიდერს წარმოაჩენს. ახლა მაჰატმა განს მაგალითად, ხო, მაჰატმა განსმა შესაძლებელია შეიძინა რაღაც უნარები, მიღებული განათლების შედეგად დახვეწა მან სტრატეგია და ტაქტიკა, ანუ თავისი ლიდერობა როგორ აღესრულებია, თუმცა მას მის ფუნდამენტური უნარები, რაც ლიდერისათვის არის საჭირო, მას ასე ვთქვათ, ჰქონდა. ახლა ის რომ დაბადებული იყო სხვა ქვეყანაში, ხა ის მან არ იცოდა, ხო, რომ დაბადების დროს მან არ იცოდა ბუნებრივად, რომ ინდოეთი იყო ოკუპირებული, ანუ იმპერიის ნაწილი იყო, მაგრამ მას ჰქონდა ეს ღირებულებები, ეს სამართლიანობის ესეთი ზომით შეგრძნება, მას თავიდან ჰქონდა და მას შეეძლო ასობით კილომეტრი გაიარა პროტესტის ნიშნად, მოეთმინა წლების განმავლობაში ციხეში გაუსაძლებელ პირობებში ცხოვრება, რატომ? იმიტომ რომ მას ჰქონდა ხედვა. ის არ იყო რაღაცა ვთქვათ, მას არ ჰქონდა, ის შესაძლებელია მენეჯერიც კარგი იყო შემდგომ და მან ეს გამოავლინეს თვისებებიც, მაგრამ ის პირველ რიგში უფრო იყო ლიდერი. ძალიან ხშირად, როდესაც საუბარია ლიდერისა და მმართველის, მენეჯერის განსხვავებაზე და შედარებაზე, იშველიებენ ხოლმე ასეთ ციტატას, მმართველები არიან ადამიანები, რომლებიც კარგად აკეთებენ საქმეს, ლიდერები კი ადამიანები, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ. იქნება უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ აი მენეჯერის და ლიდერის მსგავსებისა და განსხვავების შესახებ. ჩვენი სალექციო კურსის დროს ესე ვთქვათ, შევარჩიეთ ესეთი სტრატეგია, რომ ლიდერობის სწავლისთვის შეგვედარებია ლიდერი და მენეჯერი ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს უფრო ნათელს გახდიდა იმ თვისებებს, რაც გააჩნია ლიდერს და რაც გააჩნია მენეჯერს, და ამ განსხვავებაში უფრო გაერკვევა და უფრო მეტად გაიგება ადამიანები. ახლა ესეთი პოპულარული მარტივი გენით რომ ვთქვათ, მენეჯერი ძალიან დაახლოებით გავს მოურავს, რომელსაც აქვს ჩაბარებული საქმე და რომლის შესრულება, რომლის შედეგები, საქმის შესრულების შედეგები არის მისი საქმიანობის განმამოწმებელი. მაშინ როდესაც ლიდერისათვის მთავარია, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ფართოდ, მთავარი არის მიღწევები კონდეს მას. მას რეალური და კონკრეტული შედეგები არ აინტერესებს, როგორც კი მიღწევას. ის ნაყროვანდება, ასე ვთქვათ, ის ნაყროვანებას განაპირობებს სწორედ მიღწევები. მისთვის ანუ ეს არის ძალიან კარგი შედარება, რაც თქვენ მოიტანეთ, როგორც სხვანაირად შევეცადე ამას თქვას. მენეჯერს არ აინტერესებს, მენეჯერი არ ქმნის კონფლიქტს, მენეჯერს არ ეწევა რისკს, ის მას აქვს ჩაბარებული თავისი საქმე და ეს საქმე A პუნქტიდან B პუნქტამდე უნდა მიეყოლოს. ეს არის მისი მოვალეობა. მაგრამ A პუნქტიდან B პუნქტში უნდა წავიდეთ თუ C-ში თუ D-ში, ეს უფრო განსხვავებული ლიდერი. მიმართულებას, რაც ყველაზე ფუნდამენტური განსხვავება კიდევ ერთი, ეს არის რომ ლიდერი არის ადამიანი, რომელიც საზღვავს მიმართულებას. ჩვენ უნდა წავიდეთ, ვთქვათ, ქვეყნის განვითარება უნდა წავიდეთ აზიისკენ, ევროპისკენ თუ საერთოდ წავიდეთ. შემდგომ მენეჯერი ამას შესაძლებლად აღასრულებს. ჩვენი რადიოს ეთერშია გადაცემა საუბრები დემოკრატიაზე. ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში შევთანხმდით, რომ შეგეძლოს მაღალ დონეზე წარმართო დებატები, ეს არის ხელოვნება. ჩვენ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? შეგეძლოს მიაწოდო ხალხს იდეა და დარაზმო ისინი მისნის მისაღწევად. ეს რა არის? ზოგადად რა არის ლიდერობა, როგორც ასეთი? ბიოლოგიური თავისებურება, თუ თვისება, ხელოვნება, თუ მეცნიერება? მე არ ვიცი ესეთი ფორმულირებით ლიდერობაზე არ მიფიქრია. იმიტომ რომ მე მეცნიერება ცოტა სხვანაირად მეცნიერებას სამწუხარო არის რომ ქართულს გაკუთვნილ ცოტა სხვანაირად ვახსენებ ხოლმე არსებობს მეცნიერება ფუნდამენტური არსებობს გამოყენებითი. თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ ეს მეცნიერება, ეს მეცნიერების საგანი არის, იმიტომ რომ შესწავლის საგანია, ეს კვლევის საგანია. და მისგან მიღებული შედეგებით ვისწავლით თუ არ ვისწავლით, ეს არის ცოდნის წარმოების და ცოდნის გამოყენება. ხელოვნება, ლიდერის ქცევა არის რაღაც გარკვეულწილად რაღაც ასე ხელოვნება. ხელოვნება პოპულარული ენით ფრანგი ფილოსოფოსები განმარტავდნენ, რომ ყველაფერი ხელოვნებაა, ის რა რომ ჩვენ ახლა ქაღალდის რამე დავწეროთ, ეს ხელოვნება.
კლასიკური გაგებით ხელოვნება რა თქმა უნდა არ არის ისა, მაგრამ რახან ის წარმოდგენილი, რახან ის მაინც უკავშირდება სცენას, რახან ის უკავშირდება ხალხის გაძღოლას, მონუსვას, ხელოვნებას და შემდეგ ორატორულ ნიშნას შემდეგ ის შეიძლება ასე ვთქვათ ხელოვნებაც იყოს და რახან ის შესწავლის საგანია მეცნიერებისად და შეიძლება იყოს მეცნიერებაც. არის ასეთ გამოთქება სწავლის საგანიც არის, ხო? არა, არის, მაგრამ შესწავლის საგანი, ხო? უბრალოდ დაიხვეწება ადამიანი ლიდერი ასწავლიან მაგალითად არსებობს ტექნოლოგიები, ტექნოლოგიები, რომელიც ასწავლის, რომ მაგალითად როგორ მიმართოს ხალხს. რომ სად ადგეს, როგორი გარემო უნდა იყოს მისი საინფორმაციო ტექნოლოგიების პირობებში, ან ტელევიზიის მაქსიმალური ჩართულობით ინტერნეტის, როგორი ფაზები გამოიყენოს ადამიანის მიმართვისათვის, რა კატეგორიას მიმართავს ადამიანებისაც და ასე შემდეგ. ეს არის ტექნოლოგიები, რომელსაც სწავლობ, რომელიც უფრო ხდის, უფრო პოპულარობს. თორემ ხედვა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხარ. შეიძლება მენეჯერს ეს ვასწავლოთ, ადამიანს ეს ვასწავლოთ, სად დადგეს, როგორ დადგეს, რა სიტყვის მე რა თქვას. კლასიკური მაგალითად იწვება მაგალითად ალან გორი, რომელიც იყო ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, განსხვავებულად ჯორჯ ბუშის კონკურენტი, რომელსაც ასწავლებდნენ ესეთ რაღაცებს, მაგრამ მას არ ჰქონდა ხედვა. მაშინ როდესაც ბილ კლინტონს პრეზიდენტს ამერიკის ისტორიაში მას ჰქონდა ხედვა. როგორ უნდა ყოფილიყო ეკონომიკური მომავალი, ან ფინანსური ბაზარი, ან დემოკრატიის კუთხით, ან რაღაცის კუთხით. ეს ხედვა ან გაქვს, ან არ გაქვს. ამას ვერ ისწავლე, ხედვის სწავლა არ შეიძლება. ეს არის იგივე ნიჭი, როგორც მაგალითად მხატვრობას ისწავლი რაღაც დონეზე, არც სულაკაური დასწავლით რაღაცა კარიკატურების მხატვრას, მაგრამ ეს მხატვრობა არ არის. მხატვრობის ნიჭი ან გაქვს, ან არ გაქვს. ისევე ლიდერის ნიჭი. თქვენ ახსენეთ PR ტექნოლოგიები. ბრძანეთ, რომ შესაძლებელია შეისწავლო ტექნოლოგიები, რომელიც გეხმარება, გახდეთ ცნობადი და მოიპოვო გავლენა. ეს ტექნოლოგიები განსაკუთრებით საინტერესო იქნება პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი წარმატებული პოლიტიკური კარიერის მიუხედავად ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. სამწუხაროა, რომ საქართველოში, როდესაც ჩვენ ლიდერზე საუბრობთ, ყოველთვის პოლიტიკური ლიდერი გამოვიდება თვალწინ. ცუდია, რომ ჩვენ აღარ აყავს საზოგადოებრივი ლიდერები, აზრის ლიდერები, რასაც პოპულარული ენით უფრო ეძახიან, იმიტომ რომ დღეს ქართულ საზოგადოებას უფრო მეტად პოლიტიკურ ლიდერებზე მეტად უფრო აზრის ლიდერები ჭირდება, იმიტომ რომ ქვეყანაში განათლების ზონე თითქმის სავალალოა. იმ სტანდარტების შესაბამისად, რა სტანდარტებს რომელიც ქვეყანაში ჩვენ გვინდა დავაშენოთ, იმისთვის ჩვენ განათლების ზონა ძალიან დაბალია, ამიტომ ჩვენ უფრო გვჭირდება განმანათლებლები, აზრის ლიდერები ახლა ვიდრე პოლიტიკური ლიდერები. რა თქმა უნდა, ისინი საჭიროა ამ ქვეყნისათვის, მაგრამ პოლიტიკური ლიდერობა თუ განათლების ზონე იქნება დაბალი, პოლიტიკური ლიდერი მოიქცევა ზუსტად ისე, როგორც არის განათლების ზონე საქართველოში. ამიტომ ახლა ცუდი სიტყვა თქოს, ჩვენ გავაფუჭებთ კარგ პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ რომ ისინი ისე გვექცევიან ჩვენ, როგორი განათლების ზონეც გვაქვს. ეს ცალსახად ახლა შეგვიძლია ამაზე არ მივიჯეროთ, მაგრამ ეს ტენდენციები მთელ მსოფლიოში ესეა. ახლა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იქნება, მისი პოლიტიკური ლიდერობის სტილი იქნება ზუსტად ისეთი, როგორცაც მის დაკვეთა აქვს მოსახლეობიდან. რახანი განათლების ზონე გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვენთან, ახლა ჩვენ რამდენად ამოვიძახოთ კულტურა, სამხრეთული კულტურა, ჩრდილოური კულტურა არა. განათლება არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელი იმისა, როგორ იქნება პოლიტიკური ლიდერი. რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერებს, მე გავიმეორებ ლაშა ბუღაძის მოსაზრებას, რომ ჩვენ ერთ-ერთ თავის პამფლეტში, რადიო თავისუფლებაში წაიკითხათ ძალიან კარგი სასიამოვნო, ძალიან კარგად წერს, რომ გივი გუმბარიძე მომენატრა. და ის ასაბუთებს, რატომ მოენატრა გივი გუმბარიძე. ეს შეიძლება იუმორია, შეიძლება რომ ამაზე გაეცინოს, მაგრამ ეს არის რეალობა, იმიტომ რომ ჩვენთან რაღაც ესეთი ჩვენთან მოსული პოლიტიკური ლიდერებს ყოველთვის აქვს შეხედულება ისეთი, რომ მათ აქეთ გორასაც ეხსავკრავ, იქით ესე დაახლოებით, რომ აი რაღაც ესეთი დიდი საქმეები უნდა ჩაიდინონ მათ, დიდი საქმეები აკეთონ და ამ დიდი საქმეების კეთებაში, რა ვიცი, ახლა რაღაცები შეება, მე გავუკეთებთ. ამიტომ რაღაც გრანდიოზული პროექტები, ქვეყანას დღეს გრანდიოზული პროექტები არ ჭირდება, პომპეზურობა არ ჭირდება, ქვეყანას დღეს ჭირდება რუტინულად ნელ-ნელა საკითხები. უფრო მეტი მენეჯერი ვიდრე არა, ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელსაც აქვს ხედვა, რომელიც ახლა საქართველოში ვერც ერთი ხედვა. რუტინულად მარტო მენეჯერები, კარგი მენეჯერები მუშაობენ. მე ვამბობ რას, რომ საქართველოს ნუ ახლა აღარავინ აღარ დავობს იმაზე, რომ ჩვენ დასავლეთის გარდა გამოსავალი არა გვაქვს.
ორიენტირი დასავლეთისაკენ, ამის ალტერნატივა არ არსებობს პრაქტიკულად. მაგრამ ამ გზაზე უკვე მივდივართ 9 წელია და ვერასოდეს ახლოსაც ვერ მივდივართ იქამდე, იმიტომ რომ ჩვენთან არის დემოკრატიის დაბალი ხარისხი, ჩვენთან ახლა მე პოლიტიკური მიმოხილველი არ ვარ, ამას ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე სპეციალისტი ვარ განათლების საშინელი მდგომარეობაა განათლებაში და რასაც დღეს ასე ვთქვათ, სტუდენტები თავისით გადიან ფონს, იმიტომ რომ დღეს საგამართლებლო რესურსები ადვილად ხელმისაწვდომია და დამოუკიდებლად შეუძლიათ მიიღონ რაღაც განათლება, მაგრამ ეს განათლება არ არის. პოლიტიკური ლიდერები მე ვამბობ იმას, რომ ჩვენ გვჭირდება დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ აუღელებლად წყნარად და არა რომ რომელიმე პოლიტიკოსის პოლიტიკური სასიცოცხლო ციკლში ჩაეტიოს განვითარება და აღშენებლობა ყველაფრისა. ეს მე ასე ვთქვათ, არც გარდანის მნიშვნელობით ვამბობ ამას, არც ვინმეს გულისხმობ ამაში, ეს ჩემთვის ახლა პირობითად რომ ვთქვათ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების სათავეში რა გვარის ადამიანი იქნება, ჩემთვის თავარია რომ იყოს ადამიანი, რომელიც წაგვიყვანს დასავლური კურსით, მაგრამ ამ დასავლური კურსით შესაბამის ნაბიჯებს აღასრულებს. ლიდერმა თუ თქვა რომ დასავლეთისკენ უნდა ვიაროთ, მაშინ შესაბამისად მენეჯერებმა, ეს არიან მინისტრები თუ თქვათ სახელმწიფო სტრუქტურის სხვა წარმომადგენლები, მათ უნდა აშენონ ეს გზა, რომელიც მიყვანს დასავლეთისკენ. მაგრამ თუ მინისტრები, მენეჯერები არიან, გამოდის რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ლიდერი გქონია. ჩვენ გუშინ სხვა შორის ძალიან საინტერესო დისკუსია ჰქონდა ჩვენი ჯგუფის წევრებთან, ვისაუბრეთ რომ ერთი ლიდერი არის ერთი, რომელიც განსაზღვრავს მიმართულებას, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება პროფესიონალი ლიდერები, ანუ კარგი იქნება, თუ ასეთი ფუფუნება გვექნება, რომ გვეყოლება მინისტრები, რომლებიც იქნებიან დარგის ლიდერები, ადამიანი, რომელიც მაგალითად განათლებას ხედავს, განათლების მომავალს ხედავს განათლების როლს ქვეყანაში, რომელიც 5-10 წლის შემდეგ იქნებოდა. ну, ვისაც აქვს დრო, ურჩევდი წაიკითხოს ილიას წერილები, მისი წერილები განათლებაზე, მისი წერილები ეკონომიკაზე და ნახავთ რომ ამ კაცს მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ახლა დარგის სპეციალისტი, ახლა სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ყველაფრის სპეციალისტი ხო შეიძლება ყოფილიყო, ჩვენ რასაც სპეციალისტს ვეძახით. მაგრამ ამ კაცს ჰქონდა საინტერესო ხედვები ყველა მიმართულებით, სამართალი, განათლებაზე განსაკუთრებით. და ძალიან საინტერესოდ და სხვათა შორის არანაირი ყოველგვარი ამდენად გავუკვირდეთ დღეს ჩვენი პოლიტიკოსები რა ვიცი დღეს აზრის ლიდერებად წარმოაჩენს თავის თავს. ილია იყო არ არღვევდა ასე ვთქვათ ეგრეთ კოპირაიტს, რასაც ახლა საავტორო უფლებებს და იშველიებდა დერვეჟიოს, ცნობილ იტალიელ განმანათლებლებს და ასე აყალიბებდა ის თავის ხედვებს. ანუ ის მეცნიერულად უდგებოდა ამ საკითხს, ანუ ის სამე იდეას ამბობდა. მას ეს ხედვები ჩამოუყალიბა განათლება. მეტის კითხვით, მეტის ნახვით მან ნახა, მაგრამ მან კარგად დაინახა საქართველოს მომავალი. და ნაბიჯ-ნაბიჯ ამის შენება. ну, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ხედავთ, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად განათლების სფერო ასე ვიცი უფრო მეტად ვიდრე სხვები და ხედავთ რომ განათლების სფეროში 2004 წლის შემდგომ იყო რეფორმების კურსი, დღემდე გრძელდება ეს რეფორმები, მაგრამ მაინც არ არის ეს არ ჩანს ხედვა, რაც ლიდერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხედვა არ ჩანს. და შესაბამისად მუშაობაც არის ქაოტური, მუშაობაც არის მიკროდონეზე, ჩვენ მაკრო ხედვა არაფერში არ გვაქვს. მაკრო ხედვა არაფერში ვერ გვეტყვით ახლა ამას, მაგრამ განათლებაში ყოველ შემთხვევაში მაკრო ხედვა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მიკრო ხედვა, დღეს მასწავლებელს სადღაც აუწიოთ თვალფასი, სადღაც ასემონოთ იმას, სადღაც სარგებელი ნახოთ, იმ არ ნახოს, ეს არ არის ასე განათლების სისტემა არ შეიძლება. ხოი თქვენ ახსენეთ მშვიდად ნაბიჯ-ნაბიჯ საქმის კეთება. ლიდერებისგან ვითომ ითხოვს სიმშვიდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლას საზოგადოება. ჩვენ ხომ გვეუბნებიან რომ ვჩქარობთ და ამიტომ იქაც სადაც ნაბიჯია საჭირო, ნახტომებს ვაკეთებთ. ჩემი აზრით ასეთ მესიჯებზე აქცენტი კეთდება, იმიტომ რომ დღეს საზოგადოების დაკვეთა არის უფრო ქარიზმატულ ლიდერებზე. მაინტერესებს ისიც აზრის ლიდერებს თუ მოეთხოვებათ ქარიზმატულობა. მე არ ვიცი ნამდვილად და არ ვიცი ახლა ისტორიული წყაროები არ არსებობს, იმანუელ კანტი იყო თუ არა ქარიზმატული.
მაგრამ ის რომ აზრის ლიდერი იყო, ეს ძალიან ასე ვთქვათ, აზრის ლიდერია, ახლა ამის ჩემი აღიარება და ჩემი დამტკიცება არ ჭირდება. ქარიზმატული ლიდერობის პოლიტიკური ლიდერები, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ლიდერებზე. პოლიტიკური ლიდერები არიან ერთ-ერთი განმაპირობებელი პოლიტიკური ლიდერის პოპულარობისა არის მისი ქარიზმატულობა. ძალიან საინტერესო ხარ რომ ჩვენ გუშინ ვსაუბრობთ ადოლფ ჰიტლერზე, რომელიც ფიზიკურად შეუხედავი კაცი იყო, ამას ქალბატონები დაეთანხმება მამაკაცებიც, მაგრამ მას ჰქონდა რაღაც ძალიან დიდი გავლენა ადამიანებზე, მას ჰქონდა რაღაც გამორჩეული ხმა, მას ჰქონდა იდეები, მას ჰქონდა ხედვა, ეხლა ეს ხედვა რა თქმა უნდა ცუდი და საშინელებაზე მოუტანა მსოფლიოს, მაგრამ მან გამოიწვია ის, რომ ამდენი ადამიანის გაიყოლია, ანუ ამდენი მიმდევარი გაიჩინა მან მისმა მოსაზრებებმა. ქარიზმატულობა, აი ხა არსებობენ თუ არა ლიდერები, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც არ არიან ქარიზმატულები, ну შესაძლებელია ხა ჩვენთვის ქარიზმატულად არ მოგვეჩვენოს ფინეთის პრემიერ-მინისტრი, ან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ის, ანუ კულტურულ ჭირშიდაც შეიძლება იყოს ეს ქარიზმა, რაც გააჩნია ხა. იტალიელისათვის ქარიზმატული ცოტა სხვა რამეა, ვიდრე მაგალითად მასკულანური, ანუ ჩვენ არის ეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები, იან ჰოფსტედე და გივ ჰოფსტედე, მამაშვილი არიან, ეს საკმაოდ საინტერესო კვლევა, რომლებიც ამბობენ, რომ გააჩნია როგორი ტიპისაა ქვეყანა, მასკულანურია თუ ფემინურია და იმის მიხედვით არის ბუნებრივი იმის ხო, ახლა სამხრეთული ერები უფრო მასკულანური ტიპის, ანუ მამაკაცის დომინანტური საზოგადოებებია, მაშინ როდესაც ჩრდილოეთში თანაბარი უფლებებია უფრო და იმას ფემინურ საზოგადოებებს ეძახიან და ამის შესაბამისად ალბათ ქარიზმატულობაც ამის მიხედვით ხატო. ეხლა ვინმე შეიძლება ვარსლავ ჰაველი არ მოიჩვენოს ქარიზმატულად, ისე როგორც მაგალითად პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ ეს ვარსლავ ჰაველი ეს იყო აზრის ლიდერიც და ალბათ დიდწილად ქარიზმატულიც. ну ჩეხური საზოგადოება ალბათ უფრო ფემინური საზოგადოებაა და მისთვის საკმარისი შესაბამისი ეს იყო. პროექტი რადიო დისკუსიები დემოკრატიის განვითარებისთვის კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ. თქვენ ახსენეთ ჰიტლერი. მოეთხოვება თუ არა ლიდერს ზნეობა, ეთიკურობა, სიმამაცე, თუნდაც ყველაზე ზნედაცემულ საზოგადოებასაც კი ხავს ლიდერი, ხო? შეიძლება ძლიერ, მაგრამ უპასუხისმგებლო ლიდერის გავლენის ქვეშ ბრმად მოქცევამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს და ბევრი ბოროტება გაგვაკეთებინოს. ლიდერი, პოლიტიკური ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, ახლა პოლიტიკური და აზრის ლიდერის გავლენა, როლი ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად ახლა რეგიონის მსოფლიოს განვითარებაში შეტანილისათვის მნიშვნელობა აქვს იმით, რომ ისინი ცვლიან სტატუს კვოს. და ეს მიყავთ რაღაც სიკეთისკენ, რაღაც კარგისაკენ და ჩვენ ასეთ ლიდერებს უფრო მინატრებდით და ვისურვებდით, ხო? ვიდრე ადოლფ ჰიტლერს, ან ვლადიმერ ლენინს, ან იოსებ სტალინს, ან ასეთ ადამიანებს, რომლებთა კაპრიზებს ხშირად, რომელსაც იდეებს, რაც შეიძლება დავარქვათ, მოყვა მილიონობით ადამიანის სიცოცხლის შეეწირა მილიონობით ადამიანს. რა თქმა უნდა, რომ ლიდერს მოეთხოვება ისევე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს მაღალი ზნეობაც, ნორმებით და ასე შემდეგ. თუმცა ადამიანები ძალიან ხშირად პოლიტიკურ ლიდერებს განსაკუთრებით მასკულინურ საზოგადოებაში პატიებენ, ასე ვთქვათ, გადასვლას, გადახვევას ნორმისაგან, ისე როგორც იყო მაგალითად ბილ კლინტონის შემთხვევაში, რომელიც იმპიჩმენტი ვერ მოხდა, იმიტომ რომ ხალხის მხარდამჭერა იყო საკმაოდ მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქციელი, ასე ვთქვათ, პრეზიდენტისათვის შეუფერებელ საქციელად ითვლება და დღეს ამერიკაში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს იყო ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი და სამეულშიც კი ასახელებენ ხშირად მას, მაგრამ ეს მონიკა ლევინსკის, ასე ვთქვათ, გადაცემა რომ არ ყოფილიყო, ის შესაძლებელია რაღაც პირველობაზედაც კი ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ასე იყო. კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ლიდერებს მათი ასეთი გამორჩეული ხედვის, მათი ასეთი ქარიზმატულობის, მათი ასეთი ენერგიულობის ბევრი რამის გამო ხშირად საზოგადოება პატიებს იმას, რასაც თქვათ რეგულარულ ჩვეულებრივ ადამიანს არ აპატიებდა. ძალიან საინტერესოა, რომ ეს ლიდერები, პოლიტიკური ლიდერები და საერთოდ ქვეყნის ლიდერები, აზრის ლიდერები, ესენი ასე თქვათ თამასას აყენებენ ქცევისას, საუბრისას,
და ასე შემდეგ ეს არის ძალიან საინტერესო რომ როდესაც ესეთი ადამიანები ამსხვრევენ ამას შემდგომ ეს ადამიანებისთვის ასე ვთქვათ მისი მიმდევრებში იწევს ფრუსტრაციას და რაღაც ესეთი გაუფასურება ხდება ხოლმე რაღაც ღირებულებებს. აზრის ლიდერისათვის, აზრის ლიდერი ითაც უნდა წარმოჩენდეს ეს არის მისი ღირებულება მის ღირებულებებში. მის ინოვაციურ მოსაზრებებშია. ბატონობერი, თქვენ მაინც განათლების სპეციალისტი თუ ექსპერტი ბრძანდებით? ხო, სპეციალისტის ჯობს, რადგან სიტყვა ექსპერტი ცოტა გაუფასურდა ბოლო დროს. დღეს ყველა ვისაც წინ კამერა მიაშუქებს და უკან ფონად ბიბლიოთეკა აქვს, თავს ექსპერტს უწოდებს. თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა და სხვა პრობლემაა. მე მინდა განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების შესახებ შეგეკითხოთ. მოეთხოვებათ თუ არა მათ ლიდერული უნარ-ჩვევების ცოდნა. მათ თუნდაც ვინც ხელმძღვანელობს სკოლას, ხო? მართავს იქ სასწავლო პროცესს, ადგენს წესებს, რომელსაც ასეულობით ბავშვი უნდა დაემორჩილოს. საინტერესოა ის თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვებში ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებას. სასკოლო ასაკის ბავშვებს გულისხმობ. იმდენად ერთგვაროვანია საქართველოს განათლების სისტემა. რომ ეს უცხოელი ექსპერტების თუ რაღაც ყველა ადამიანის და ვისაც განათლების სპეციალისტი არასდროს თulis თავს და ვისაც რამე უსწავლია ამ საკითხში, გაოცებას იწვევს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა გავს ერთმანეთს. არის ერთი და იგივე წიგნები, არის ერთი და იგივე ტიპის მასწავლებელი, არის ერთი და იგივე სასკოლო სასწავლო გეგმა. არის ერთი და იგივე სწავლების მეთოდები, არანაირი, გამონაკლისებია რა თქმა უნდა, ვეკუა სკოლა, ყოფილი კომაროვის სკოლა, ეს თითქოს ჩამოსაქმნელი სკოლებია, დანარჩენ ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობაა თითქოს. არანაირი ინოვაცია, არანაირი ექსპერიმენტები, არაფრის საშუალებას ესეთი ცენტრალიზებული განათლების სისტემა არანაირ საშუალებას არ იძლევა. და ეს თუმცა სკოლაში ეს დაწყებული ქალბატონი მარინა ჟვანიას, მე შემდეგ სიკოზან ჯანაშიას ცენტრის მიერ ჩატარებული იქნა ძალიან ბევრი დიდი სამუშაო იმისათვის, რომ მასწავლებლებს ესწავლათ სწავლების ახალი მეთოდები, რაც ზუსტად ამ ლიდერის წარმოჩენას, წახალისებას იწვევს ბავშვებში, იმიტომ რომ ეს არ არის ტიპიური გაკვეთილი, როდესაც მასწავლებელი ხადაგებს, მე ბავშვები ამას მოუყვებიან, ანუ ინფორმაციის მიღება, გაცემა იყო მხოლოდ განათლების დანიშნულება. სამწუხაროდ, საქართველოს ბევრ სკოლაში დღეს ისევე ესე არის მდგომარეობა, თუმცა მასწავლებელთა განვითარების პროფესიული ცენტრში ხშირად ხდება ეს გადამზადებები, რომლებსაც ჩემი აზრით დიდი ეფექტურობა არ აქვს, იმიტომ რომ მასწავლებლის ტრენინგის, საერთოდ ტრენინგების მომხრე არა ვარ. ეს ტრენინგები ემსახურება მხოლოდ რაღაცის ცოდნის, მიღებული ცოდნის, ასე ვთქვათ, დამუშავებას, ცოტა ესეთი რაღაცეთი კოსმეტიკურ შელამაზებას, თორემ ფუნდამენტური ცოდნა, რომელიც უნდა მიიღოს უნივერსიტეტში ბავშვმა, მომავალ მასწავლებელმა, ეს არ ხდება სამწუხაროდ საქართველოში. და მდგრადი განვითარება თუ ჩვენ გვინდა უზრუნველყოთ სისტემის, მაშინ უნდა გქონდეს ჩვენ კარგი განათლების ფაკულტეტები და იქ უნდა აღზარდოთ მომავალი მასწავლებელი. რომელიც ცეკვა თამაშს არ დაარქმევს თანამედროვე ტიპის გაკვეთილის წაყვანას, სადაც ბავშვი იქნება სასწავლო პროცესის და საერთოდ სასკოლო პროცესის ცენტრში და არა მასწავლებლის ქადაგება. ამიტომ ფიქრობ მე, რომ განათლების რეფორმა არის მაკროდონეზე, მიკროდონეზე და მაკროხედები არ არის. მე ვერ ხედავ ყოველ შემთხვევაში რა არის მაკროხედები. ანუ მაგალითად ვიკითხოთ, ვინ გაგვცემს პასუხს 2014 წელს რამდენი მასწავლებელი დაგჭირდება საქართველოს სკოლებში, როგორი ტიპის მასწავლებელი გჭირდება და ყველაზე ფუნდამენტური, როგორი ტიპის განათლებული ადამიანი გვინდა ჩვენ დღეს საზოგადოებაში. ასეთ პირობებში, ასეთი მასწავლებლების მოზადების, ასეთი დონის პირობებში ჩვენ გაგვიჭირდება კარგია რომ ჩვენ სწორება გვაქვს დასავლეთ ევროპისა და შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებზე და ზოგიერთ აზიურ ქვეყანაზე, მაგრამ მივიღოთ ხედველობაში ის, რომ ყველა ამ ქვეყანაში აქვს ძალიან კარგი სკოლები და ყავთ კარგი მასწავლებლები. ჩვენი რადიოს ეთერშია გადაცემა საუბრები დემოკრატიაზე.
თქვენ ხისაუბრეთ მასწავლებლებზე, ისევ მოსწავლეებზე, მინდა ჩაგეძიოთ. როდესაც ჩვენ სასკოლო ასაკის ბავშვებს განუვითარებთ ამ უნარებს, ისევ ლიდერობაზე საუბრობ და აღმოჩნდება კლასში რამდენიმე ბავშვი, ან თქვათ ბავშვთა უმრავლესობა აი ამ თვისებით. ეს არ იწვევს კონფლიქტებს ერთ სივრცეში, პატარა სივრცეში, თქვათ საკლასო ოთახში, რამდენიმე ლიდერის არსებობა. რამდენად ადვილი სამართავი იქნება? სამხრეთული კულტურაში არ არის გასაკვირი, რომ ეს რამოდენიმე ლიდერი უცებ აღმოვაჩინოთ და მე რამ ლიდერებმა ერთმანეთს ასე ვთქვათ, მათი მართვა სასწავლო-პროცესში ძალიან პრობლემური გახდეს. ამიტომ მაგრამ ეს არ არის კიდევ ეს არ არის პრობლემა. ეს ძველი განათლების სისტემის პირობებში ეს იქნებოდა პრობლემა. თანამედროვე განათლების პირობებში, როდესაც მასწავლებელი არის ფასილიტატორი, ფასილიტატორი ნიშნავს ადამიანს, რომელიც არეგულირებს წესებს და ბავშვებს თვითონ აძლევს საშუალებას იმჯერონ, მოიძიონ მასალა, დაამუშავონ, მერე ეს მასალები ერთმანეთს გაუზიარონ. მასწავლებელმა მათ უნდა ასწავლოს უნარები, მხოლოდ როგორ მოიძიონ მასალა, როგორ დაამუშავონ მასალა, როგორ გამართონ დებატები, რომ არ მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა, დააცადონ ერთმანეთს საუბარი, აზრის გამოთქმა და ასე შემდეგ. ანუ ამ უნარებით აღჭუროს და რაც უფრო მეტი ლიდერი იქნება, მით უკეთესი, თქვათ, სასწავლო პროცესად, მით უფრო არსებობს ესეთი შეხედულება, რომ კონფლიქტი კარგია. ну რა თქმა უნდა მე ეთნო კონფლიქტზე და რაღაც ესეთ ფიზიკურ ანგარიშტორებაზე არ მაქვს საუბარი, არსებობს ინტელექტუალურ საზოგადოებაში საკლასო ოთახში შესაძლებელია იყოს კონფლიქტი, რომელიც არ უნდა გადაიზარდოს დისფუნქციურ კონფლიქტში, ანუ ადამიანებმა უნდა სცენ პატივი ერთმანეთს მოსაზრებას. თუ მე ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რაც შეიძლება ადრე, რომ ერთ საკითხზე არსებობს რამოდენიმე მოსაზრება და ამაში ეს ტრაგედია არ არის. თუ შენს თანაკლასელს, ან თანაკლასელებს გააჩნიათ უფრო სხვა მოსაზრება, ვიდრე თქვენ გაქვთ. ეს არ არის ტრაგედია, რასაც ჩვენ ახლა პოლიტიკურ არენაზე ვხედავთ საქართველოში, თუ იმის განსხვავებული აზრი აქვს, ის დამნაშავეა. ეს არ შეიძლება რომ გქონდეს ადამიანს, არა. შესაძლებელია ერთ რაიმე საკითხზე არსებობდეს 2, 3 და 4 სხვა მოსაზრება. ზოგიერთს სიმართლეს ეძახის, ზოგიერთს მოსაზრებას ეძახის, მაგრამ სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთი, ხშირად ვახსენებ ამ სიტყვას სამწუხაროს, მაგრამ ქართულ საზოგადოებამ მიჩვეულია რეცეპტული მიდგომას, ასე ცხოვრებას, ვიღაც უნდა მოვიდეს და დაგვიწეროს რეცეპტი, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და ის ერთი რეცეპტია სწორი. არა ბატონო, ჩვენ ხაჭაპური შეგვიძლია გამოვასხოთ რამოდენნაირად და ამაში დიდი პრობლემა არ არის. დასასრულისკენ მინდა წავიყვანო გადაცემა. არსებობს ლიდერობის უნარი, უნარჩვევები და არსებობს წესები. იქნებ ჩვენს მსმენელს აი ეს ოქროს წესებით გავუმხილოთ. რა წესებია, რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩამოყალიბდეთ ლიდერებად. გადაცემის მსვლელობისას მე ვახსენე, რომ ლიდერობა მე ყოველ შემთხვევაში ვეთანხმებ მოსაზრებას, რომ ლიდერები იბადებიან, შემდეგ ლიდერები იხვეწებიან, ყალიბდებიან და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც ესეთი თვისებები, გამორჩეული თვისებები მათ აქვს. მე ვახსენე პირველი თვისება, რომელსაც ვერ ისწავლი, ალბათ ძნელად თუ ისწავლის ადამიანი, იმიტომ რომ არსებობს ხედვა, რომელიც გაქვს, ან არ გაქვს. ის რაც მაგალითად ვთქვათ, შესაძლებელია ჯორდანო ბრუნოს ან უფრო დიდ აზრის ლიდერებს ჰქონდათ ეს მოსაზრებები, მაგრამ მათ ჰქონდათ ეს ხედვა, თუმცა ეს ხედვა მათ დაკვირვებების, ემპირიული დაკვირვებების ან წინა შრომების შედეგად ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მათ ჰქონდათ ეს ხედვა. მაკროდონეზე ფუნქციონირება, ასე ვთქვათ, ადამიანისა, ეს ცოტა სხვა ნიჭიერებას მას მოითხოვს. ამიტომ როდესაც სასკოლო განათლებაში ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვებს ჩვენ ვაჩვენებთ რაიმე საკითხს განვიხილავთ დიდ კონტექსტში. მაგალითად, თუ ჩვენ საუბრობთ ერეკლე მეორეზე, კარგი არის რომ ვთქვათ, არ უნდა შემოიფარგლოს მასწავლებელი ერეკლე მეორის ეპოქაში საუბრის დროს, მხოლოდ რა ხდებოდა მაშინ ქართლ-კახეთში, რა ხდებოდა დასავლეთ საქართველოში, არამედ მან უნდა განიხილოს ერეკლე მეორე მთლიანად საზოგადოებრივ კონტექსტში, რაც ხდებოდა იმ პერიოდში მსოფლიოში. თუნდაც ამ დროს რა ხდებოდა ამერიკის კონტინენტზე, ან რა ხდებოდა აზიაში, თან ისე იქეთ ვთქვათ, ჩინეთში, ესეც კი შესაძლებელია საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ბავშვი ამ დროს სწავლობს, ასე ჭრილში სწავლობს ყველაფერს, ანუ ისეც ეჩვევა მაკროხედვას და არა მიკროხედვას, მარტო საქართველოში რა ხდებოდა ამ პერიოდში, როგორ გმირულად იბრძოდნენ ქართველები, ნახოთ რა ხდებოდა ამ დროს ალბანეთში, ან იმ დროს ხო ხდებოდა რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები, ამიტომ ვასწავლოთ მაკროხედვა ყველაფრის, მაგალითად მათემატიკაც კი არ უნდა ვასწავლოთ
ხო, მათემატიკა მაგალითად ვასწავლოთ როგორ. მათემატიკა არ არის, მე მათემატიკას არ ვისწავლი, როდესაც მეუბნებიან ისწავლე მარტო ფორმულა. მე როდესაც ვხედავ რომ მათემატიკის გამოყენებით მე შემიძლია თქვა თელაველმა სტუდენტმა მოსწავლემ გამოთვალოს საქართველოში რამდენი ჯიშის ყურძენია, თითოეული რამდენი ტონა მოიკრიფება, რამდენი მოიხმარება შინამეურნეობაში, რამდენი გადის საზღვარგარეთ და ამ დროს მან დაინახოს ბორდოსში წარმოებული სხვადასხვა ღვინის ჯიშები, ანუ ყურძნის ჯიშები, იქ რა ხდება ახალ ზელანდიაში, რა ხდება ეს, ანუ არ და მე არ მივიღებ სურათს, როდესაც იძახის რომ ქართული ღვინო ყველაზე მაგარია. ეს მათემატიკა, როდესაც ანალიზს სწავლობს. ანალიზს სწავლობს ის ციფრთან გრძნობელობას სწავლობს და აღარ ექნება იმისი ილუზია, რომ ქართული ღვინით საქართველოს ეკონომიკა აყვავდება. ნახავს რომ ღვინის ბაზარზე, ნახავს საქართველოს წილი რამდენია, რამდენს მოიხმარს სოფლის მოსახლეობა, ანუ ჩვენ ვზდით ადამიანს მოაზროვნეს, რომელიც აზროვნეს, რომელსაც აქვს მაკროხედვები და არა მიკრო კონკრეტული რა ხდება თელავში. თელავში რომ ბევრი ყურძნის მანქანა გაივლის, ეს არ ნიშნავს რომ ეს ამით ჩვენ ეკონომიკა აყვავდება. მან ნახოს რა არის, მე ის ნახავს. ასეთ როდესაც ის შეეჩეხება სიმართლეს და არა დამალულ სიმართლეს. ის მე დაინახავს რა გააკეთეს ახალ ზელანდიელებმა, რა გააკეთეს კალიფორნიელებმა, რომ სოფლიო ბაზარზე თავისი ნიშა დაეკავებიათ და მე ის ასე ვთქვათ იზრუნებს იმაზე რომ და არა მთელი ცხოვრება იძახებს რომ ქართული ღვინო ყველაზე მაგარია. რაც ყველაზე მაგარია მსოფლიოში, მაკროდონეზე რომ ნახოთ, ყველაფერი იყიდება. ტყემალი რომ ძალიან მაგარი იყოს, მთელი მსოფლიო ტყემალს შეჭამდა. არ არის ძალიან მაგარი, ეს არის სუბკულტურის ნაწილი, რომელიც ჩვენ მოგწონს. იმერლებს უფრო მეტად მოგწონს, ვიდრე კახეთებს. მადლობთ საინტერესო საუბრისთვის. მინდა მადლობა მოგიხადოთ სტუდიაში მოწვევისათვის. და ასევე მადლობა მინდა უთხრა ჰოლანდიის პარლამენტის ამ ჯგუფს, მრავალპარტიული არჩევნების, მრავალპარტიული დემოკრატიის სკოლას, დემოკრატიის სკოლის ავტორებს, ასე ვთქვათ, მოკლედ. და იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი საქმე, ჩვენ ახლა ორ რეგიონში მუშაობთ, ეს არის კახეთი და იმერეთი. და მე როგორც ხედავ, ორივე კუთხეში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა იმიტომ რომ საქართველოში არის ნაკლებობა ცოდნის წარმოების და ცოდნის გავრცელების. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ჩვენი მსმენელების ამ კურსების მსმენელებში თვალებში ეს იკითხებოდა რომ ისინი მოწყურებულები არიან ასე ვთქვათ ცოდნის მიღებას, სიახლეების გაცნობას და რაც უფრო ეს გავრცელდება ეს პროექტი და უფრო მეტს მოიცავს, უფრო მეტი განათლება იქნება რეგიონში, უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება გვექნება, უფრო კარგი ესე იგი არჩევნებში მონაწილეები გვეყოლება, ამორჩეველი გვეყოლება და რაც უფრო კარგი ამორჩეველი გვეყოლება, ისინი უფრო კარგ ლიდერს აირჩევენ. კარგი ლიდერი უფრო კარგ პროგრამებს გააკეთებს და ქვეყანას აშენდება. აი ესე ოპტიმისტურად დავასრულოთ. იმედი მაქვს ჩვენი რადიო მსმენელი უფრო მოტივირებული გავხადეთ ლიდერობის შესახებ, მეტი გაიგონ და მეტი წიგნი წაიკითხონ. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ასაკის მსმენელს, რომელიც ასე ვთქვათ ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია. თქვენ გემშვიდობებით, ჩვენს მსმენელს კი შევახსენებ, რომ სტუდიაში გვყავდა ბერიკა შუკაკიძე, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. საინფორმაციო ტიხარის შემდეგ იგივე თემაზე ვაგზელებთ საუბარს, ამჯერად თელავის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლებთან, გიორგი კალმახელიძესთან და მარიამ ცისკარიშვილთან და ეს იქნება უფრო მოსმენილის გააზრება, გადაცემის ბოლოს კი ერთად შევაფასოთ, რა გამოვა ჩვენი მცდელობიდან. პროექტი რადიო დისკუსიები დემოკრატიის განვითარებისთვის კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო შეხვედრა მოვისმინეთ და ასევე საინტერესო ტრენინგების ფონზე, რომელიც საზღვაოებდა ბატონი ბერიკა შუკაკიძე. საკითხი ეხებოდა ლიდერობას და ზოგადად ლიდერობის განსაზღვრას, რა განსხვავება ლიდერს და მენეჯერს შორის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ტრენინგის განმავლობაში დაისვა, გახდა ერთი ასეთი კითხვა, ლიდერები იბადებიან თუ ლიდერები იქმნებიან. და რა თქმა უნდა, ტრენინგის ბოლოს ბევრი ჩვენი კოლეგის გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ლიდერი იბადება, რადგან ის თვისებები, რომელიც ლიდერს უნდა გააჩნდეს,
არ შეიძლება მას ჰქონდეს, მან მიიღოს დროთა განმავლობაში. ეს თვისებები მას თან დახვება, ეს გახლავთ შარმი, ქარიზმა და უშუალოდ მასაზე მოქმედების უნარი, ერის მამა, ხედვა რაც თავარია. ისეთი ხედვა მომავლის ან შორსწრეტელური განსაზღვრული თვისებები, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს არ დაყვებათ ხოლმე, ისეთ ადამიანებს, რომლებიც შემსრულებლები არიან. გარდა ამისა, მენეჯერი ეს არის ყოველთვის შემსრულებელი, რომელიც ცვლილებებს არ ნერგავს, ხოლო ლიდერი ყოველთვის მოწოდებულია ცვლილებებისკენ, ლიდერი ყოველთვის ამსხვრევს წესებს და ხოლო ახალ წესებს კი ქმნის მენეჯერი. ძალიან საინტერესო იყო ამ მხრივ ეს ჩვენი შეხვედრა ტრენინგი და მნიშვნელოვანი იყო რომ განსაზღვრეთ და გავიგეთ რომ არსებობს სხვადასხვა სახის ლიდერი, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, კრიმინალური ლიდერიც არსებობს, ქალი ლიდერი, რომელიც ასე ძალიან გვაკლია ჩვენ საქართველოში და მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებებისთვის ქალი ლიდერების გააქტიურება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხთან დაკავშირებით გახლავთ ის, თუ რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ლიდერი. და რაც თავარია ამ მხრივ საქართველოში გარკვეული არასწორი მიდგომებიც ხდება. რატომღაც ხანდახან ხდებიან ისეთი ადამიანები, ლიდერები, რომლებიც არაფრით არ არიან გამორჩეული, არც არაფერი რაიმე მნიშვნელოვანი რამ არც შეუქმნიათ, არც ხედვა გააჩნიათ და უცებ გვევლინებიან ლიდერებად. ლიდერის მთავარი თვისება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კიდევ რაც უნდა გააჩნდეს ლიდერს გარდა იმისა რომ ხედვა ჰქონდეს სამართლიანი გზებით მოდიოდეს საზოგადოებაში. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი. სამართლიანი გზით მოსული ლიდერი ყოველთვის არის მოტივირებული და ეს მისი განვლელი სამართლიანი გზა ასევე იწვევს სხვა ადამიანებში мотиваციას რომ აი ასეთი გზით შესაძლებელია წარმატებების მიღწევა და აი ასეთი გზით მოსულ ლიდერს სწორედ რომ ვენდობი და ვაძლევ ვანდობ მას მე ჩემს მომავალ ცხოვრებას. მივესალმებით თქვენ რადიო მსმენელებს, მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. საინტერესოდ ჩამოყალიბა ლიდერის თვისებები დემოკრატიის სკოლის ერთ-ერთმა ტრენერმა ბატონმა ბერიკაშკვაკიძემ და კარგად გააკეთა დეფინიციები თუ რა განასხვავებს ლიდერს და მენეჯერს ერთმანეთსაგან. მე როგორც რიგითი დემოკრატიის სკოლის მონაწილე ვიტყვი რომ მართლაც ლიდერს გამოარჩიოს ის ინოვაცია და ხედვა მენეჯერისგან, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ლიდერის თვისებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისება. რაც შეეხება მოდულის მსვლელობის პროცესში ჩვენ გავსაზღვრეთ ის თუ რა კონკრეტული ხედვები უნდა გქონდეს, რა კონკრეტული შეხედულებები და ღირებულებებით უნდა იყოს აღჭურვილი ლიდერი და რა კონკრეტული შეხედულებები უნდა გქონდეს მენეჯერს ერთი მეორისგან რომ განმიჯნოთ ასე ვთქვათ. რაც შეეხება ქართულ ლიდერებს, როგორც უკვე აღინიშნა გადაცემაში, ქართული ლიდერებს და დეფიციტია, პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებრივი ლიდერები, რელიგიური ლიდერები, ასევე სხვა კრიმინალური სხვა ტიპის გაერთიანების ლიდერები. თავარი არის ის, რომ ლიდერის მახასიათებელი თვისების განსაზღვრის დროს ჩვენ სწორი განმარტებები გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავმიჯნოთ მართლა ლიდერი და მენეჯერი ერთმანეთსაგან. ლიდერი უნდა იყოს ყოველთვის ის, ვინც კონკრეტული ჩარჩოების გარეშე იმოქმედებს და იქნება მას კონკრეტული ხედვა, არ იქნება ჩარჩოები, არ იქნება რაღაც დოგმები, განთავისუფლებული საკუთარი შეხედულებით, რომელიც განსაზღვრავს და წაუძღვება იმ კონკრეტულ ჯგუფს თუ სოციუმს წინ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კონკრეტულად სწორი აზრი მიაწოდოს საზოგადოებას, ერთგვარი ძლევამოსილი და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისაკენ უზრუნველყოფს ის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მნიშვნელოვანია ლიდერის ამპლუაში მქონე სუბიექტისათვის. ხოლო რაც შეეხება პატარა ტიპის ლიდერებს, ხო ყველა საქმეს, ყველა სტრუქტურას ჭირდება რაღაც კონკრეტული დოზით ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ის დიდი ლიდერის ის იდეები გაატაროს, თავისუფალი იყოს მენეჯერული თვისებებისგან, იმ კონკრეტული ასპექტებისგან, რომელიც ხელშეუშლის მას, რომ არ იყოს მენეჯერი, არ იყოს რაღაც აზრის გამტარი და კონდეს ის ხედვა, ის კონკრეტული ინოვაცია, რომელიც კრეატიულობით, არაორდინალობით გამოირჩევა იმისათვის, რომ ლიდერი მართლაც ლიდერი იყოს და კონკრეტულად ის კონკრეტული საკითხები და ეს კონკრეტული რეფორმები გაატაროს, რომელიც ლიდერისთვის არის დამახასიათებელი. ერის ნაციონალურ თვისება თუ შეიძლება განვიხილოთ ლიდერობისკენ სწრაფვა. მოგეხსენებათ, რომ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული, ტემპერამენტიანი და ემოციური ერის წარმომადგენლები ვართ და ჩვენში ძალიან ბევრი აღიარებული თუ არააღიარებული ლიდერია, რომელსაც ყოველთვის აქვს სწრაფა იმისკენ, რომ იყოს ლიდერი, თუმცა ბევრჯერ იქნება ისეთი ვითარება, ლიდერი
ეპოქა მოითხოვს და მაშინ ხდება არის ყოველთვის შემთხვევაში ეგეთი მიდგომები ხომე რომ ლიდერი არ არის, მაგრამ რაღაც კონკრეტულ თვისებებს იძენს, რის შედეგადაც შეიძლება ლიდერად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ესეთი ლიდერები უფრო პატარა ტიპის ლიდერები არიან, რადგან როგორც უკვე გაჟღერდა გადაცემაში, ლიდერებად იბადებიან და ლიდერებად არ ყალიბდებიან და არ შეიძენენ იმ თვისებებს, რომელიც ლიდერს ქმნის და ნაციონალურ ეროვნულ ჭრილში რო განვიხილოთ ეს საკითხი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ლიდერი ყავდა, თუმცა ამ ლიდერის ყოლის ფონზე ძალიან ბევრი ისეთი PR კამპანია და ანტიკამპანიების პროცესები განვითარდა, რომ ის ლიდერები ჩვენ თვითონ ქართველებმა გავუკეთეთ ლიკვიდაცია. ჩვენი რადიოს ეთერშია გადაცემა საუბრები დემოკრატიაზე. არსებობს ლიდერის რამდენიმე ტიპი, ეს გახლავს ტრანსფორმაციული, თანამონაწილეობითი და ქარიზმატული ლიდერები. ეს ტიპები, ლიდერთა ეს ტიპები იმის მიხედვით შეგვიძლია განვიხილოთ, რომელ ქვეყანაში დაიბადნენ ან რომელი ქვეყნის ლიდერები არიან. მაგალითად, ქართველებისთვის უფრო მისაღები და მნიშვნელოვანია ქარიზმატული ლიდერი და ყავს კიდეც ჩვენი პრეზიდენტი, ნამდვილად ქარიზმატულია და ამ თვისებებით გამოირჩევა. რადგან ქართველები იმდენად ემოციური და ტემპერამენტიანი ხალხი ვართ, რომ ნამდვილად თუ არ იქნება ჩვენი ლიდერი ქარიზმატული, მისი მიღება ცოტა არ იყოს გაგრძელდებადი და თუ გადავხედოთ სხვა ლიდერებს, ასევე გამსახურდიეთ საკმაოდ ქარიზმატული ლიდერი იყო, შეეძლო მასზე ზემოქმედება, მასის დაყოლება, ანუ ადამიანების გააზღოლა და ასე შემდეგ. თანამონაწილეობითი ლიდერი გახლდათ განდი, მაჰათმა განდი, რომელიც გაწინასწორებული თვისებებით და ხასიათებით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ ინდოეთისთვის ზოგადად მათი კულტურისთვის არ იყო ეს ქარიზმატულობა დამახასიათებელი. არ საჭიროებდა ამ თვისებას, უბრალოდ ამ ეთნოსისთვის არ არის დამახასიათებელი ეს მახასიათებელი. ამიტომ ეთნოსების მიხედვით და კულტურების მიხედვით შესაძლებელია, რომ ლიდერებიც განსხვავდებოდნენ და კულტურა ეს ეთნოსი მოითხოვდა სწორედ ამ ტიპის ლიდერს. სხვა ტიპის ლიდერის არ მიიღეს, უბრალოდ არ გაყოლა, არ აირჩევს როგორც ლიდერს და არ გამოყოფს ამ ლიდერს. ამდენად ლიდერის ეს თვისების ტიპები ლიდერის ალბათ მომდინარეობს გარკვეულწილად ეთნოსის შიდა კულტურიდან. ლიდერი არ არის ის, ვისაც პრობლემები მართავს. ლიდერმა უნდა მართოს პრობლემები. როგორ? ალბათ დაგეთანხმებით, ლიდერი არ მართავს. მართავს მენეჯერი. უბრალოდ ლიდერს აქვს ხედვა, როგორი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი ამა თუ იმ სტრუქტურაში ან ამა თუ იმ მიმართულებით. შემდეგ ამ ხედვის მიხედვით იგი არჩევს გარკვეულ მენეჯერებს, რომელთაც შეუძლიათ ამ ხედვისკენ მიმავალ გზებზე დაგეგმილი ღონისძიებები შეასრულონ. რათა ამ დასახულ მიზნამდე, ამ დასახულ ხედვამდე მივიდნენ. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში შემსრულებელი იმ ხედვისა, იმ მიზნისა, რაც ლიდერს გააჩნია, რა ხედვაც აქვს ზოგადად ამ ქვეყნის მიმართულებით, ამ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ამას ასრულებს მხოლოდ მენეჯერი და არა ლიდერი. ლიდერი არ მართავს ფინანსებს, არ მართავს, მას გააჩნია იდეა, რა იდეისკენაც მიყავს ეს ქვეყანა. ლიდერს გამოაჩენს ყოველთვის ხედვა და ის კონკრეტული კრეატიული თუ ინოვაციური იდეები, რომელთაც იგი ლიდერად არის ჩამოყალიბებული, არ უბრალოდ ლიდერად არის დაბადებული და ის კონკრეტული პრობლემების მოგვარება, კონკრეტული პრევენციული ზონების მიღება უნდა უზრუნველყოს იმ მენეჯერებმა, რომელიც მის დაქვემდებარების ქვეშ არიან და კონკრეტულად იმ სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენენ, რომელსაც ლიდერი მართავს. ლიდერის ფუნქცია არის ის, რომ განსაზღვროს რა შეიძლება იყოს მომავალი, რა კონკრეტული რეფორმა, კონკრეტული კურსი გაატაროს, რა იდეები გაატაროს და კონკრეტული პროგნოზირება შეიძლება მოყვეს ამაზე და დაინახოს მომავალში ეს ყველაფერი როგორი ფორმით ჩამოყალიბდება. რაც შეეხება იმ პრობლემებს და კონკრეტულ საკითხებს, რომელიც ამ კონკრეტული პროცესების განვითარების დროს შეიძლება რომ განვითარდეს და წარმოიჩინოს თავს, ხო, ამ ყველაფერს უნდა უზრუნველყოს ეს მენეჯერი და ეს კონკრეტული მის დაქვემდებარებაში თუ არა მის გუნდში მყოფი მენეჯერი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პატარა-პატარა ბარიერები მოაგვაროს და ეს პატარა-პატარა გამოწვევები, რომელიც ამ რეფორმის განხორციელების პროცესში იქნება, უზრუნველყოფილი იყოს, რომ დროულად მოხდეს მისი ლიკვიდაცია და ეს კონკრეტული რეფორმა თუ კრეატიული შეხედულებები რეალიზებული იყოს პრაქტიკულ ასპექტში. რა უქმნის ადამიანს мотиваციას იყოს ლიდერი? ჰარი რობინსონი ამბობდა, რომ ნებისმიერ ენაზე ყველაზე კარგად ჟღერადი სიტყვა არის მე.
ალბათ ყველა ადამიანში არის ჩადებული ის, რომ მეც განვითარებით ყველა ადამიანი განსაკუთრებით ამრობის ხეს ადამიანს ყოველთვის აქვს мотиваცია და სრული ცდომა იმისკენ, რომ იყოს ლიდერი და იყოს ყოველთვის წინამძღოლი. სწორედ ამიტომ სამყარო აგებული იმ პრინციპზე, რომ უმრავლესი ადამიანი შეჯიბრობითობის პრინციპით ცდილობს იმას, რომ მოვიდეს სათავეში. ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ კონკრეტულ შეჯიბრება იქნება ეს სპორტული, კულტურული, შემეცნებითი, ყოველთვის უფრო თვალშისაცემია და ყოველთვის უფრო საინტერესოა და ინტერესი ეძლევა იმ კონკრეტულ ფორმას, სადაც შეჯიბრობითობის პრინციპი დევს იმისათვის, რომ ლიდერებს უფრო მეტი мотиваცია ქონდეთ, უფრო მეტი სტიმული ქონდეთ და უფრო მეტი შინაგანი კონსტრუქციულობა ქონდეთ იმისათვის, რომ იბრძოლონ ამ კონკრეტულ რაღაც ფორმატებში მიიღონ მონაწილეობა იმისათვის, რომ თავისი მეს რეალიზაცია მოახდინონ ალბათ. ზოგადად შევთანხმდით ჩვენ, რომ ლიდერი ვერ გახდები, ლიდერად იბადები. და როდესაც ადამიანი ლიდერად იბადება, მას ეს თავიდანვე დახვება ისეთი ხედვა, რომელიც არ ასვენებს და ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო დრო, საჭირო ადგილას შემდეგ ეს ხედვა იღუძებს თუ გამოვლინდება და თავის ადგილს პოულობს. ჩემი აზრით ამგვარად არის. ანუ ის რომ რაიმე мотиваცია მას ამოძრავებს, რომ მე ლიდერი გავხდე და მოდი დავისახო რაღაც გარკვეული მიზნები, რაღაც ნაბიჯები შევასრულო იმისათვის, რომ ამ სფეროში ლიდერი გავხდე, ეს უფრო მენეჯერული თვისებებია, რომ რაღაცის ორგანიზება შეძლო, რაღაცის გაკეთება შეძლო. მაგრამ ზოგადად, როდესაც ლიდერად იბადება ადამიანი, მას თავიდანვე დაყვება ეს мотиваცია, შინაგანი мотиваცია, ანუ შინაგანად აქვს მას ეს განვითარებული ლიდერობის სურვილი, თავისთავად აქვს ეს თავისთავად დევს მასში უკვე დაბადებიდან, რომ ის ლიდერია. ამიტომ სხვა დანარჩენი ქმედებები, რაც არის, როგორც არის მაგალითად შესაბამისი განათლების მიღება, ამ განათლების კეთილსინდისიერად წარმართვა, ანუ შრომის მოყვარება თუ მსგავსი ნაბიჯები, ეს თავისთავად არის პირდაპირ პროპორციული და კავშირშია იმასთან, რომ იგი არის შინაგანად ლიდერი და მიისწრაფვის ამ ხედვის, ამ ლიდერული უნარების გამომჟღავნებისკენ და რეალიზაციისკენ. და ყოველთვის ასეთი ადამიანი, რომელიც ლიდერად იბადება, ის ყოველთვის მოტივირებულია. მასში ყოველთვის არის мотиваცია რაღაცის შეცვლის, იგი ყოველთვის ეწინააღმდეგება სისტემას, იგი ყოველთვის ამსხვრევს წესებს, მას ყოველთვის აქვს რაღაცის დამსხვრევის სურვილი, რაღაც წინსვლის სურვილი, შეცვლის სურვილი, გარშემო მყოფებისთვის და ასევე თავისთვის თავისთავად ცხადია, ასევე რაღაცის მიღწევის სურვილი აქვს და ეს სურვილი სწორედ მასში ქმნის იმ мотиваციას, რომ მან გააკეთოს ისეთი საქმეები, ან დაგეგმოს, ან რაღაც ისეთი ქმედებები ჩაიდინოს, რომელიც თავისთავად მომავალში აღიარებინებს გარშემო მყოფებს, რომ ის ლიდერი. ჩვენი გადაცემა სრულდება. შეგახსენებთ, გადაცემის მეორე ბლოკში თქვენ უსმენდით გიორგი კალმახელიძეს და მარიამ ცისკარიშვილს, თელავის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლებს. ვიმედოვნებ, ჩვენი გადაცემით ბევრი თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ, რომელსაც მომავალში გონივრულად გამოიყენებთ, იმისათვის, რომ დახვეწოთ და განავითაროთ ის უნარები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეთ კარგ ლიდერებად და კარგ მენეჯერებად. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სწორედ იმ თვისებებზე, ღირებულებებზე და შესაძლებლობებზე, რომელიც ასე საჭიროა ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ზოგადად ქვეყნის წარმატებისთვის. ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით დაგვიკავშირდეთ, დაგვირეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე 27 10 77, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დროებით. რადიო გადაცემა საუბრები დემოკრატიაზე. ეთერში გადის ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.